ახლა ავხსნათ თუ რატომ მიხედებით ჯერ სარკეში გვერდზე და მერე ვთავთ მოხვევის მაშუქს. მიზეზი არის ის, რომ ჩვენ მაგალითისთვის თუ გვინდა გადავიდეთ მარჯვენა ზოლში და ჯერ თუ ჩავართავთ ასე ვთქვათ პავაროტნიკს და მერე გავიხედებით და დავინახავთ რომ იქიდან მოდიან მანქანები და ზოლს ვერ ვიცვლით, ამ შემთხვევაში ჩვენი ასე ვთქვათ მოხვევის მაშუქის სიგნალი იქნება ძალიან დიდ ხანს ჩართული. რაც ასე ვთქვათ შეცდომა არის. დიდი ხნით არ უნდა იყოს ჩართული და ანუ კონკრეტულად გადასვლის მომენტში და პროცესში უნდა გქონდეთ ჩართული. ამიტომ ვიქცევით შემდეგნაირად. ვიყურებით სარკეებში და ვაკვირდებით რომ განთავისუფლდეს ჩვენთვის სასურველი ზოლი. მაგალითისთვის აი ახლა გვერდზე მანქანა გაივლის, ჩავრთავ მოხვევის მაშუქს სიგნალს და დავიწყებ გადასვლას ნელ-ნელა. რო გადავალ ზოლში, გავთიშავ მოხვევის მაშუქს. ერთხელ ვიყურებით ჩვენთვის სასურველ სარკეში, გვერდზე, ვთავთ მოხვევის მაშუქს და გადავდივართ ზოლში. ასეთი კიდევ უამრავი ვიდეო შემიძლია შემოგთავაზო, თუ რა თქმა უნდა შენ სურვილი გექნება. კომენტარებში გასვი კითხვები, მე გაგცემ პრაქტიკულ პასუხებს, ასე ვთქვათ, რომელზეც პრაქტიკული არა, მაგრამ თეორიული ცოდნა გექნება. წარმატებები.